სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და კრიზისზე. გაიხსენა 2020 წლის მოვლენებიც. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნები გაყავდა და ქართველი ხალხის ხმა მოიპარეს. მისივე განცხადებით ახლა ქვეყანა იბრძვის საკუთარი უფლებების და დემოკრატიის დასაცავად. პრეზიდენტის მხრიდან აქცენტი გაკეთა საქართველოში არსებულ საპროტესტო მუხზე და აქციაზე დაშავებულებსა და დაკავებულებზე, ასევე სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებებზე. თქვა, რომ ქართული ოცნების კურსი რუსულია, მოსახლეობის არჩევანი კი ევროპა. მან ევროპა ლიდერებს ქართველების მხარდასაჭერად მეტი ინიციატივის გამოჩენისკენაც მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ხვალ პლენარულ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. როდესაც თქვენ ბოლოს სტუმრობდით ევროპარლამენტს, ჩვენ განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ჩვენს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა. ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს, ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას. ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო და მე ასევე ვიცი, რომ მე საუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა იმ ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია. მადლობა, რომ საქართველოსთვის ასეთ გადამწყვეტ დროს მომეცით უფლება აქ უმდგარიყავი და მესაუბრა იმის შესახებ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტის დელეგაციას, რომლის წარმომადგენლებიც რამდენიმე დღის წინ იყვნენ საქართველოში. მათი საქართველოში ყოფნა ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს გადამწყვეტი დროა, რადგანაც ზოგიერთ მომენტში ჩვენ ვგრძნობთ თავს 1921 წელიწადში. ეს სცენები მეორდება და სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და შემართება, რომლითაც რეაგირებს დღეს ქართველი ხალხი, რასაც ისინი აღიქვამენ თავისუფლების, მომავლის და რაღაც კუთხით დამოუკიდებლობის უფლების ჩამორთმევად. ეს არის ძალიან საინტერესო მოძრაობა, რომელიც ჯერ ღამით დაიწყო და შემდეგ დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ მოძრაობაში მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტი მონაწილეობდა და ახლა ის პრაქტიკულად მოიცავს მთელ საზოგადოებას. მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ეს მხოლოდ ამ 21 დღეს არ მოიცავს და ეს პროტესტი დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პროტესტი იყო წელს გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი ხელახლა წარადგინეს. ეს პროტესტი იყო შარშან გაზაფხულზეც, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. ეს პროტესტი იყო სპეციფიკური და დამახასიათებელი საქართველოსთვის, ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მათ თავისუფლებას, ევროპელობას და დამოუკიდებლობას. საქართველოში სოციალური პირობების მიმართ პროტესტი არასდროს ყოფილა და ამას თავისი მიზეზები აქვს, რადგანაც ამ კუთხით სიტუაცია სულ მცირე დამაკმაყოფილებელი არ არის. მაგრამ ერთადერთი, როდესაც ხალხი მასობრივად გამოდის ქუჩაში, არის მაშინ, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ დგას ეგზისტენციური საკითხი და ახლა სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ეს საპროტესტო მოძრაობა არის ძალიან მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და მისი მონაწილეები მხოლოდ ორ რამეს ითხოვენ: დამიბრუნეთ ხმა, რადგანაც არჩევნები მოიპარეს და დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნა. მივდივართ რუსულ არჩევნებამდე, რუსული ცხადია ბრჭყალებში, რადგან ეს იყო სისტემური და მასშტაბური გაყალბება ძალიან დახვეწილი ფორმით. ეს არ არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც შეიძლება არჩევნებში იხილოთ. ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაიწყო გაცილებით ადრე. საარჩევნო კომისიაზე სრული კონტროლი მიენიჭა ხალხს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ დანიშნა, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული წესების მიხედვით არ დანიშნულა, არამედ დაინიშნა 5 წლის ვადით. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, რომელიც დაინერგა, შემუშავებული იქნა განსაკუთრებული ფორმით, რაიმე კონტროლის გარეშე, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თითის ანაბეჭდის ან სახის ამოცნობა. კოლცენტრები, რომელიც დაიგმო მანამდე ხანდაზმულ ევროპელთა პენსიების გამოყენებისთვის და ამასთან დაკავშირებით არსებობს გამოძიებები, იგივე კოლცენტრები იქნა გამოყენებული არჩევნების დროს. 3500 მათგანი, ადმინისტრაციული რესურსები და საჯარო სექტორის დაშინება არჩევნებამდე, რუსული სტილის პროპაგანდა. ამავეს ვსაუბრობდი არჩევნებამდეც და არჩევნების განმავლობაშიც. პოსტერები, რომლებიც შესაძლოა იხილეთ, სადაც თავმოყრილი იყო უკრაინაში განადგურებული კათედრალები, თეატრები და მეორეს მხრივ
აყვავებული საქართველო, რომელმაც დაშოკა ქართული საზოგადოება, მოუწიათ მათი მოცილება, რადგან ეს არ არის ქართული გზა და ხასიათი. ეს პოსტერები იყო რუსული სტილის და ასეთივე ვიდეო რგოლები. რა თქმა უნდა, 28 ნოემბერი დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ ომად ვთვლით და რომელშიც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც იმ მომენტში ლეგიტიმურობა არ გააჩნდა, რადგან ეს არჩევნები იყო ღრმად საკამათო და ასევე არ გააჩნდა მანდატი ამისთვის, რადგან კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს თითოეულმა ინსტიტუციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ეს კონსტიტუცია დიდწილად დაწერილია იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ, რომელმაც ის დაარღვია და ყოველგვარი მანდატისა და უფლებების გარეშე ამბობს, რომ ის აჩერებს მოლაპარაკებებს, რომელიც ჯერ არც ყოფილა და რომლის დაწყებასაც ველოდით, რასაც რეალურად წყვეტს, ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ ყველა მოგვნათლეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად, ასე რომ ეს ეხება თითქმის ყველა პარტიას. მათი თქმით, ჩვენ ყველა ვართ ფაშისტები, ლიბერალური ფაშისტები არის ახალი ტერმინი. ასევე კონტროლს მიღმარჩება სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ ყველა მიხილეთ სცენები თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას. ნახეთ რა რეპრესიების ფორმებს და დაშინების ფორმებს იყენებენ. მას ემატება ახალი კანონები, რომლებიც დაჩქარებული წესით მიიღეს მაშინ, როდესაც ხალხი ქუჩაში დგას და არავინ აქცევს ყურადღებას. რა ხდება პარლამენტში? საბოლოოდ მთავარი არის ის, რომ ეს არ არის პოლიტიკასა და პოლარიზაციის საკითხი და საქმე არ ეხება მთავრობას, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებებს. რომ არ ვუწოდოთ ავტორიტარიზმი, არამედ საქმე ეხება რადიკალურ არჩევანს, რომელიც არჩევნების დროს ამომრჩევლებს წარუდგინეს. ეს არჩევნები ეხებოდა საქართველოს და მის მომავალს. კაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, ვიდრე საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ეს თქვენს გეხებათ, ეს ევროპას ეხება. პირველ რიგში ეს ეხება ევროპის სანდოობას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა ვერ მისცემს უფლებას ამ ქვეყანას გათელოს ყველა დემოკრატიული ნორმა. ევროკავშირის 12 და 9 რეკომენდაციის უარყოფით და უგულველყოფით. ვერ მისცემს უფლებას დაამციროს ყველა მისი მთავარი პრინციპი. ეს ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება დასავლეთ და ევროპის დასაყრდენი რეგიონში, რომლის აღებას რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს მისი იმპერიული ხანის პრინციპები, რომელიც ამბობდა, რომ ვინც ფლობს თბილისს, ფლობს მთელ კავკასიას. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. თუ საქართველო ჩავარდება რუსეთის კონტროლში და მე არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, მე ვსაუბრობ საარჩევნო და კონსტიტუციურ ინტერვენციაზე. ფსონები ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ყველაფერს, რაც ეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან დაკავშირებადობას. ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური არჩევანი.